პირველი წამი თუ არ არის საინტერესო, აზრი არ აქვს მე. რატო არის ეგ მნიშვნელოვანი? ყველაფერს გაგიზიარებთ გულწრფელად. ჰეითერები ახსენე და აი რაღაცები და იმ კარგებს ვეღარ ვხედავ. აი ეს ერთი ცუდი კომენტარი მაქვს და всё. ბიზნესის კუთხით აპირებ სავარაუდოდ ნიუ-იორკში $2000 დაახლოებით და მაიამიში $4000. ტატუ არტისტები ამერიკაში მაგალითად არ შრომობენ იმდენს, რამდენსაც საქართველოში. არის რაღაც ხრიკები, რომელიც ყველა შემთხვევაში ამართლებს, მაგალითად. გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჯანხოთელი და თქვენ უყურებთ პოდკასტ სტატუ საუბრები. დღევანდელი ჩვენი გადაცემის პოდკასტის სტუმარია თათია გოდიბაძე, რომელსაც შეიძლება იცნობდეს სახელით ტატიანა. დღევანდელი პოდკასტი ტრადიციულისგან ცოტათი განსხვავებული იქნება, რადგან თათია ამ მომენტში არის ნიუ-იორკში, ხოლო ჩვენ ვერთვებით თბილისიდან. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რომ დამთანხმდი. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გონია რომ ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი ამ პოდკასტის შესახებ არის უკავშირდება იმას, რომ დავეხმაროთ ახალ დამწყებ არტისტებს, რომ გადადგან თავიანთი პირველი ნაბიჯები. ბევრი გიყურებს, ბევრი გულშემატკივრობს, საკმაოდ ისეთი ამბიციური ნაბიჯები გაქვს გადადგმული. ეხლაც საკმაოდ ისეთ რაღაცებს ვხედავთ ხოლმე შენი ისტორიებიდან, იქ კონვენციები, რაღაცები, მთელი ამბები და შენი პერსპექტივა საკმაოდ საინტერესო მოსასმენი იქნება, ესე მგონია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, გამარჯობა ყველას. მადლობა გიო რომ მომიწვია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ შენ პოდკასტში მივიღო მონაწილეობა და ვისაუბრო ჩემ გამოცდილებაზე, რომელიც გამოვიარა საქართველოსთან ამერიკამდე და ყველაფერს გაგიზიარებთ გულწრფელად და მოკლედ და მოკეთ ერთსული მაქვს როდის დავიწყე. ძალიან კარგი. ძალიან მიხარია, მეც excited ვარ. რა თქმა უნდა, მინდა რომ ცოტა შენი ინსაიტი დავანახო საზოგადოებას. აი როგორ დაიწყო თათიამ და როგორ გახდა ის ბრენდი, რომელიც დღეს არის და რომელსაც დღეს იცნობს ხალხი. აი თავიდან როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები? მოკლედ 17 წელს რომ ვიყავი. მე უკვე 10 წლები დამთავრებული მქონდა სამხატვრო და ვფიქრობდი მომავალში რა გეგმები მექნებოდა. ჩემი მშობლები მეუბნებოდნენ, რომ აი ინტერიერის დიზაინერი ძალიან კარგია, იმიტომ რომ სულ გამოპრანჭული, ხვალ რაღაცა თქვა სადღაც დადგა და ძალიან მომაწონეს ეს იდეა, მაგრამ თან აქედან ჩემი ჯგუფელი მეუბნებოდა, რომ ყველაზე რთული ხელოვნებაში არის სტატუს სფერო, იმიტომ რომ არც შეცდომის უფლება გაქვს, პლუს უნდა იყო კონცენტრირებული ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა ძალიან ისე და ძალიან დამაინტერესა და დავიწყევ სადე თავიდანვე შემოყვარდა. პირველი ჩემი კლიენტი იყო დედაჩემი სხვათა შორის. იმიტომ რომ ყოველთვის მხარს მიჭერდა ყველაფერში, რამეს თუ გადავწყვეტდი და ვიცოდი რომ ეს მინდოდა და მე ინტერნეტში დავდო რომ აი მეთქი სტატუებს ხატავ დაბალ ფასში, ესე დავიწყე. და რამდენიმე ადამიანი მოვიდა მენდო. ეხლაც რო უყურებ ხოლმე ძველ ნამუშევრებს, საკმაოდ კარგად ხატავდი, ან ხატავდი ცუდად და თავიდანვე ნორმალურად შემოვედი. ესე იგი მხატვრული ბექგრაუნდი ქონდა მანამდე, სანამ ტატუებს დახატავდი, ესე იგი ხო 10 წლები არ არის ცოტა ამბავი და სწავლა დაიწყე თუ დაასრულე კიდეც ინტერიერის დიზაინზე? პარალელურად ინტერიერის დიზაინზე სწავლობდი და ვცდილობდი რომ თავიდანვე დამოუკიდებლობას შევჩვევოდი და ჩემი სწავლის ფული რომ მე გადამეხა და ყოველთვის ვცდილობდი რომ ოჯახი არ შემეწუხებინა და ამ ტატუების ფულით რომელიც სხვათა შორის ტატუს აპარატი ვიყიდე, პირველად შევაგროვე თანხა საროჭკებზე ხატვით, ბოლოს არის ეგრევე ტატუს აპარატი. და მე უკვე ვცდილობდი რომ ერთ თანხა სწავლაში ჩამედო, რასაც ტატუებით გამოვიმუშავებდი და დავინახე პოტენციალი ამ სფეროში, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია შემოსავლიანი სფეროა და შემიყვარდა ნელ-ნელა ძალიან. ძალიან მაგარია. აი თავიდან თუ ქონდა ვინმე შენზე ესეთი ინფლუენსი თუ ყავდა მისაგვაძე არტისტიან
ვინმესგან თუ იღებდი ინსპირაციას? პირველად რო გადავხედე ამ სფეროს, ვინ არიან ყველაზე წამყვანი. ეს რა გავაგზავნა? კი, შეგიძლია. ისვის? კი, კარგად ისმის. ხო, თავიდან რო გადავხედე ამ სფეროში წარმატებულ ადამიანს, არ დამევიწყება ლაშა ჩხაიძე, იყო ერთ-ერთი ვინც დამამახსოვრდა და ანდრეი აივაზიანი და კიდე რამოდენიმე. ისეთ ჩამრჩას გონებაში, რომ მეთქი როგორი წარმატებულები არიან რა მაგრად ხატავენ, რამდენი ხალხი ეცნობს, რომ ღამეც კი მესიზმრებოდა ხოლმე და მე ანდრეი დამესიზმრე, რომ ვითომ ანდრეი უნდა ყოფილიყო ჩემი მასწავლებელი და არ ვიცი ეს რანაირად მოხდება, რომ მართლა რეალობაშიც მომწერეს თვითონ ანდრეის მენეჯერმა წერა, რომ ჩვენთან გთავაზობთ მუშაობას და თან რო იყო ჩვენი მოსწავლეო და მივედი სიხარულით და 2 წელი ვიყავი ანდრეისთან, თან ვმუშაობდი თან. და ნუ ანდრეი ზოგადად მე ჩემი პერსონალური აზრია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი არის საქართველოში, ვინც მოღვაწეობს დღესდღეობითაც და ალბათ ძალიან ბევრს ისწავლიდი მისგან. ძალიან ბევრი, არ მარტო ხატვაში, ანუ ზოგადად მიდგომაში, აი როგორი დისციპლინა უნდა გქონდეს ტატუ არტისტს და რას უნდა მოკიდო ხელი, რას არა და ასე შემდეგ. აი ბევრი ძალიან ისეთი ნიუანსი მასწავლა, რაც დღემდე მადგება ხოლმე და ძალიან მაგარი პროფესიონალია ანდრეი ნამდვილად. ძალიან კი. თათია, ეს მე მაინტერესებს შენ იყავი ერთ-ერთი პირველი ტატუ ბუმერებიდან, რომლებმაც მეინსტრიმად გადააქცია ეს ინდუსტრია. ამის თქმა თამამად შემიძლია, იმიტომ რომ დღემდე ვისაც არ უნდა კითხოთ, ცოტა ჩახედული თუ არის ტატუ ინდუსტრიაში და ცოტა რაღაც თუ ესმის, ერთხელ მაინც გაუგია ტატიანას სტუდიო და მე მაინტერესებს აი ეს როგორ მოხდა. იმიტომ რომ არ იყო პატარა საქმე. ალბათ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველი ის, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს და გულით ვაკეთებ და მართლა დილიდან გაღვიძებიდან ღამებამდე ვფიქრობ ხოლმე საქმეზე. მეორე ის, რომ ანუ თუ არის რაღაც სტერეოტიპები ამ სფეროში, რომ მაგალითად ყველას უნდა გქონდეს არჩეული ერთი კონკრეტული სტილი და იმ სტილის გარდა არაფერში არ უნდა ხატოს. მე ზოგჯერ მაგ სტერეოტიპებს არ მივყვები ხოლმე, იმიტომ რომ მე არ მიყვარს ერთფეროვნება, ბეზრდება. მიყვარს რაღაც ახალი ექსპერიმენტები, რაღაც ახალი რაღაცები მომწონს. კი, ხელწერა ყველას აქვს და შეიძლება როცა ძალიან გამოცდილია ხელოვანი, იმის ნახატები იცნო. მაგრამ დღემდე 11 წელია ვხატავ და აი ჩემი სტილი რომ გითხო რა არის, ვერ გეტყვი. არის და მართლა ხანდახან მანერვიულობს ხოლმე. პლუს ალბათ კლიენტებთან მიდგომა ყველასთან ვცდილობ ხოლმე რომ რაღაც ისა ინდივიდუალურად გავესაუბრო ისთან როგორ რაღაცები ვლაპარაკობთ ხოლმე ძალიან ხშირად. პლუს მარკეტინგს ვაქცევდი ძალიან დიდ ყურადღებას. მე ვფიქრობ, რომ ყველა სფეროში, რასაც არ უნდა აკეთებდე, მარკეტინგი არის მთავარი, ერთ-ერთი მთავარი და ჩემი ინტერესიც არის. კატია, მარკეტინგში რაიმე განათლება გაქვს მიღებული თუ ეს შენით აკეთებდი ამას რაღაცა? ჩემით. სხვა შორის ერთხელ საქართველოს ბანკის იმან მომწერა ერთ-ერთმა მაღალთანადობაზე არის და გამიკვირდა მაგისგან, იმიტომ რომ მაგაც ამაგარი მარკეტინგის სპეციალისტები ყავს. ანუ ვინმე გყავთო მარკეტინგში და არა მეთქი ვაკეთებ. მაგარი ხაროტას გიკრავა და უბრალოდ მაინტერესებს ეს სფერო. ანუ ვაკვირდები ხოლმე. ხშირად მე რაღაც ხრიკებსაც ვუსმენ ვკითხულობ დასაწყისში, მაგალითად ვიდეოს დასაწყისში როგორი უნდა იყოს, რომ
შეიტრიოს ყურადღება ადამიანის. მე არჩეული მქონდა ესეთი პრინციპი, გულწრფელობის პრინციპი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიყალბეა გარშემო და ყველა უკვე შეჩვეულია და რაღაც რო დაინახავ რომ როგორიც ხარ ეგეთი ხარ და არ თამაშობ, ეგ მოსწონთ და უფრო მეტი ნახვები აქვს ხოლმე. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამას ხო გამბედაობას სჭირდება, რომ გაიტანო შენი თავი როგორიც ხარ ისეთი და აჩვენო საზოგადოებას. ძალიან დიდი და ანუ ალბათ ნახევარი ჰეითერები მყავდა და მყავს, იმიტომ რომ ზოგი ვერ იღებს მაგ სითამამეს და ზედმეტია ზოგისთვის, მაგრამ რა ჩემი აზროვნება ეგეთია, რომ ყველა ისეთი უნდა იყოს, როგორც რეალობაშია. რაღაც ჩარჩოები კი არსებობს, მაგრამ ყველა ვართ უნიკალურები და უნდა მივიღოთ ჩვენი. რა თქმა უნდა. ჰეითერები ახსენე და რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს და ასე შემდეგ, ვიცი რომ რაღაც ჩელენჯი მაინც არის. ანუ სადღაც მაინც გეღიტინება ის რაღაც ცუდი კომენტარი და აი რაღაცები და მაინტერესებს შენი მეთოდი თუ გაქვს რაღაც ისეთი, რითიც უმკლავდები მაგ ყველაფერს. ჩემი მეთოდი არის ის, რომ ყოველთვის ზოგჯერ არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ, რომ დილაობით კომენტარები არ წავიკითხო, იმიტომ რომ შეიძლება მთელი დღე გამოვიჭრა რაღაც აი ესეთი, შეიძლება ისე შემოხოს კომენტარი, რომ მთელი დღე ვიყოს და მე უკვე ის კარგებია, იმ კარგებს ვეღარ ვხედავ. აი ეს ერთი ცუდი კომენტარი მაქვს და всё. და ანუ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ეს ხალხი გავაქრო, იმიტომ რომ არაფერს არ მომიტანს ეგეთი ადამიანი, რომელიც ასე ნეგატივს აფრქვევს და ძალიან მომწონს ხოთშეს ამერიკა მაგით, რომ აი თუ რაღაცაში არ მოწონხარ ადამიანს, არაფერს არ გეტყვის. და თუ მოწონხარ, მაშინ გეტყვის. ანუ ვცდილობ რომ პოზიტივი გაუზიარონ ერთმანეთს. და ძალიან ბევრი ნეგატივი არის ხოლმე აი ქართული აუდიტორიისგან ხშირად და მინდა რომ ეგ მალე გადავაგდოთ ჩვენმა. რა ერთმანეთს თუ არ მივეცით მოტივაცია და ესე დავაკომპლექსეთ, ბევრს ვერაფერს ვერ მივაღწევთ. კი, ეგრეა. ნუ ჰეითერები ალბათ ყველგან არიან, ამერიკაშიც ბევრია და სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ უფრო მეტად შენიანისგან ალბათ უფრო გტკივა ადამიანს და პირიქით შენიანმა უნდა დაგასაფორთოს და მხარი დაგიჭიროს და უცებ რაღაც სუსტად. კი. მართალი ხარ. არ ამერიკის კი. ბევრი ამერიკული კომენტარიც იყო, რომელიც მე მივხვდი, რომ არა, ეროვნებას აზრი არ აქვს. ჰეითერი. ეგრეა, კი. იცი რა მაინტერესებს სტატია? საკმაოდ ახლა უნდა გამოვწყდე, რომ საკმაოდ დიდი ხანი მეგონა, რომ შენ გერქვა ტატიანა. და ნუ ალბათ ბუნებრივია ეს, რატომაც მეგონა ესე. მე გავიგე რომ თურმე თათია გქვია და ტატიანა არის შენი ბრენდი, ტატიანა ტატუს, რომელიც შენ შექმენი და მაინტერესებს აი რატომ ტატიანა, რა იყო ამის ინსპირაცია და ზოგადად რა გქონდა გათვლილი როცა აკეთებდი მაგ სტუდიას, იმიტომ რომ მე მახსოვს ჯერ კიდე დამწყები არტისტი ვიყავი, როცა შენ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტები ყავდა შენი გუნდში გაერთიანებული და უბერავდით იქ მოკლედ ძალიან მაგარ რაღაცებს. ხო და ამ ყველაფერს ალბათ ვიჟენისგან ხედვა თუ არ გაქვს წინასწარ, ალბათ ვერ გააკეთებ. მე ესე მგონია. და შენი ხედვა რა იყო, რა ჩანაფიქრი გქონდა და ალბათ მე უფრო მივხვდებით რატო გახდა ამხელა ტატიანა. ხო, ტატიანა სახელი, ნუ ავირჩიე, იმიტომ რომ თათია ალბათ მეთქი საქართველოში ბევრს გქვია და მინდოდა რაღაც ცოტა უფრო იშვიათი სახელი ჩვენი ქვეყნისთვის. და ჩემი იდეა იყო ის, რომ პირველ რიგში ყოველთვის ვჯერა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს არ აქვს ლიმიტი და რასაც მოინდომებ გულით ყველაფერი შეგიძლია და მეორე, როცა გუნდი ხართ და ბევრი ხართ ამ იდეის გარშემო, კიდევ უფრო მეტი შეგიძლიათ.
მაგიტომაც გავიცანი ბევრი ხელოვანი, ვინც ჩემნაირად ფიქრობდა და ამ იდეის გარშემო გავერთიანდით. პლუს მეც ავიყვანა მე ბევრი მოსწავლეები და მართლა ძალიან კარგი იყო კი თან საქმე გქონდა საერთო თან იდეა საერთო და თან ვერთობოდით და თან მეგობრებიც ვიყავით. ძალიან მაგარია. და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვერ შეძლებდი ლიდერული უნარების გარეშე. იმიტომ რომ ვიცი რომ მოითხოვს ეგ ყველაფერი ლიდერობას და მაგ სკილებს. და ამხელა და თან ესეთი გუნდის გაერთიანება არ იქნებოდა მარტივი საქმე. აი აქ რა იყო ყველაზე დიდი ჩელენჯი შენთვის? ყველაზე დიდი გამოწვევა. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო რომ ყველას ჰქონდა თავისი ინდივიდუალური ხასიათი და ყველასთან სხვადასხვანაირი მიდგომა იყო საჭირო, რაც მართლა ძალიან რთულია და დღემდე მე არ ვთვლი რომ რამე ბოლომდე ვიცით და დღემდე ვსწავლობ, იმიტომ რომ მე მომავალშიც მინდა ბიზნესი და ყოველთვის ვუყურებ ხოლმე და ვაკვირდები სხვადასხვა სფეროების ლიდერებს, ვინ როგორ იქცევა, როგორ ექცევიან თანამშრომლებს, რა დამოკიდებულება აქვთ და ვსწავლობ, იმიტომ რომ მართლა მომწონს ეგ სფეროც ძალიან. აი მაგალითად ახლა ჩემი უფროსი ვინც არის, ვისთანაც მუშაობ, იმდენი რამე ვისწავლე მაგ კაცისგან და თან ასე პრაქტიკაში რო ხედავ მაგალითებს. უფრო კიდე მივხვდი, კი, ბევრ რამეს ძალიან მაგრად ვაკეთებდი, მით უმეტეს ჩემი ასაკისთვის, მაგრამ ბევრი რაღაც არ ვიცოდი და ახლა რო დაბრუნდეს დრო, სხვანაირად გავაკეთებდი ალბათ და მაგალითად რას გააკეთებდით ერთი სხვანაირად? აი მაგ კაცს შეუძლია ემოციების კონტროლი 100%-ით. აი, რაღაცის რო ესაუბრება, დავუშვათ ის ადამიანი, აი ისე იქცევა, რომ ნებისმიერი გაღიზიანდებოდა. აი, ამ ადამიანს არ აქვს, არ ღიზიანდება. ყოველთვის, აი ბოლომდე ისე მიიყვანს, რომ ვერ შეამჩნევს უცხო ვინც არ იცნობს, რომ ეს გაღიზიანებულია. ყველა თანამშრომელთან იჭერს ძალიან მეგობრულ ურთიერთობას, მოგიკითხავს. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე აქვს და მილიონერია თუ რა, ძალიან ისეთი წარმატებული ადამიანია ამ ბიზნესში. მისი დაორგანიზებულია ნიუ-იორკის სტატუ კონვენციაც, აქვს ფილიალები სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში და ეს ის პიროვნება ხო არ არის, რომელმაც მომწერა კონვენციაზე? კი, ეგ არის. გასაგები. გენიოსი ბიზნესმენი. ოკეი. შვენიერი. და ესე იგი დღესდღეობით შენი მენტორი არის ეს ადამიანი? ისევ ტატუ ინდუსტრიაში? კი. ესე იგი საუკეთესო მასწავლებლები ყავდა და ყავს დღემდე. ძალიან მაგარია. სხვათა შორის მე ვნახე შენი ისტორიები, როცა ახალი ჩასული იყავ ნიუ-იორკში და ეგრევე შეკარი ახალი ტატუ მოსწავლეების, ესე იგი გუნდი, ჯგუფი. აი ეგ როგორ მოახერხე ეგრევე? და მანდ როგორ წავიდა ეგ ამბავი? იმიტომ რომ აქ საკმაოდ დიდი ნაწილი იყო შენი ესე იგი მოღვაწეობის ტატუს სწავლება. აქ ჯერ კიდევ მიდის ეგ ამბავი. ქართველები ხო ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და მართლა ერთ გუნდად არიან აქ ამერიკაში. ერთმანეთს ეხმარებიან. და მე რო ჩამოვედი, ძალიან ბევრი დღემდე ბევრი ქართველი მოდის ხოლმე. ზოგი ჩემი კლიენტი იყო, ვინც დაინტერესდა სწავლით. უმეტესი ხო, ჩემი კლიენტი იყო. ზოგმა უბრალოდ გაიგო ინსტაგრამიდან რომ ჩამოვედი და ვინც ხედავს ამ სფეროში წარმატებას მომავალში, დაინტერესდა სხვა შორის ძალიან ჭიერები არიან და ძალიან მაგრად გამოვეთ მე მჯერა და
იმედია მომავალშიც ვითანამშრომლობ. სამომავლოდ აპირებ კიდევ კურსების გაკეთებას? კი. მმ. ყოველთვის. ფიქრობ რომ მოგწონს ეგ სწავლება, ხო? კი, სასიამოვნოა. ნამდვილად. ბოლოს როგორ? სირთულეები ის არის, რომ უბრალოდ ძალიან აქ ყველაფერი სწრაფად რო ხდება, მაგრამ დროის გამონახვა ცოტა რთული ყველაფრისთვის, მაგრამ ძალიან მოყვარს როცა ვასწავლე. ასე ამბობდი? ბოლოს ქონდა პროექტი ლაშასთან ერთად, როგორც მახსოვს, ერთად ასწავლეთ. ეხლა ლაშაც ხო წამოვიდა? ლაშაც აქ არის, კი. ხო. ხო, ძალიან კარგად ჩაიგერა მაგ პროექტს. კარგად, გასაგებია. ძალიან კარგი. 10 მოსწავლე ყავდა. აქედან ძალიან კარგები. კარგი იყო ნამდვილად. მაგრამ დაძაბული პერიოდი მქონდა ბოლოს საქართველოში. გასაგებია. თათია, რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან ამ სფეროში, თუმცა ბიზნესის ნაწილიც აინტერესებთ. და უნდათ რომ აი მაგალითად მთელი ცხოვრება არ იყვნენ ტატუ არტისტები და ბოლოს რაღაც ბიზნესის კუთხესაც მიაქციონ ყურადღება. ხო, მე მგონი საკმაოდ ისეთი პროფესია გვაქვს ფიზიკურად demanding, როგორ თქვა, რომელიც საბოლოო წელი გტკივა, თვალები გტკივა, ნერვები აღარ გაქვს და მოკლედ არ არის მარტივი, რომ რაღაც საპენსიო ასაკამდე იგივეს კეთება განაგრძო, ხო? და შენ ხარ პიროვნება, რომელსაც გამოვიდა ორივე, ასე ვთქვათ, ასპარეზზე, ის რომ მიიღწია საკმაოდ დიდი წარმატებისთვის, როგორც ტატუ არტისტის კარიერაში, ისე ბიზნესის კუთხითაც და როგორც ვხედავ, ისე არაპირებ ნამდვილად გაჩერებას და კიდე შორს მიდიხარ და გეგმები გაქვს. აი, ამ ადამიანებს რას ურჩევთ? ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ აქ მაგარი პროფესიონალი ვინც გავიცანი, არ ვიცი, არ ფიქრობენ თავიანთ ბიზნესზე თუ რატო ურჩევნიათ, ალბათ თავისუფლება რო აქვთ მეტი, იმიტომ სხვასთან მუშაობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზუსტად მთელი ცხოვრება ვერ ვიმუშავებთ ამ სფეროში და წინასწარაც უნდა ვიფიქროთ. მე პირადად ესეთი გეგმა მაქვს, რომ ვაპირებ მუშაობის პარალელურად ახლა გავიჭირო და ვისწავლო ბიზნესზე. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს, მაინც რაღაცნაირად მინდა რომ მოვახერხო და დროშიც ჩავეტიო და ამასთან ერთად დავაგროვო რაც შეიძლება მეტი კონტაქტები ამ სფეროში, მაგიტო დავდივარ კონვენციებზე, სხვადასხვა ქალაქებში ვცდილობ ვიმუშაო სხვადასხვა სტუდიებში, რომ მომავალში რაც მეტი პარტნიორი გაყოლება და მეტი კონტაქტი უკეთესი და პლუს ყველა შეცაუყურებ ვინ როგორ მუშაობს, მერე შენ რაღაც საუკეთესო გამოსავალს იპოვე შენ როგორ განავითარებ შენს ბიზნესს. და კიდე რა ვიცი, უნდა ალბათ ძირითადად გჯეროდეს, რომ ყველაფერი შეგიძლია, შემოიკრიბო ისეთი ხალხი და სამეგობრო, ვინც მოტივაციას აგიმაღლებს და შენის ჯერა და ვინც ჰეითერია, იმათ დაუმტკიცო, რომ ცდებიან, როცა შენი არ სჯერათ. ხო, ძალიან მაგარია. ანუ პირველ რიგში კონტაქტები არის მნიშვნელოვანი და მაინდსეტი. როგორც დისციპლინა და ალბათ სწავლაც. სწავლაც მნიშვნელოვანი მგონია. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. აი, კიდე რო სწავლას აპირებ და იაზრებ, რომ კიდე ბევრი რაღაც გაქვს ასწავლი და კიდე მთელი ამბები წინ არის. კი. კაი, სოციალ მედიაზე მინდა შეგეკითხო. საკმაოდ დიდი
ფოლოვერების ბაზა ყავს. მე ისმის, რომ ეს რაღაც მარკეტინგის სამსახურებაა და სკილების, რომელიც გაგაჩნია. თუმცა თუ არის კიდევ რამე, რასაც აითვალისწინებენ ადამიანები და განსაკუთრებით იმ დასაწყის ეტაპზე, სანამ აიკრებამ, ასე ვთქვათ, სიჩქარეს. მერე მარტივია, ხო? მაგალითად 10,000 გამოწერს რო გადაცდები, მერე უფრო მარტივად გემატება, უფრო მეტი. და ასე შემდეგ. აი, აქ რას ურჩევდი ამ კონტექსტში ადამიანებს? არა მარტო დამწყებებს, არამედ უამრავი პროფესიონალია, რომელიც რაღაცნაირად ვერ აქცევს ამ სოციმედიას ან არ აქცევს ყურადღებას და რატო არის ეგ მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია, რომ მეტი კლიენტი გყავდეს, რა თქმა უნდა, და მეტი შემოსავალი. არის რაღაც ხრიკები, რომელიც ყველა შემთხვევაში ამართლებს, მაგალითად, სტაბილურობა, რომ ყოველ დღე თითო პოსტი იდეალურია თუ მოახერხებ, რაც შეიძლება საინტერესო. და ეხლა მით უმეტეს, როცა ChatGPT ყავს, ყველაფერი, ძალიან გამარტივებულია. სტორებით სტაბილურობა თუ გაქვს ძალიან კარგია, იმიტომ რომ მე უკვე სტაბილური ფოლოვერები ძალიან გეხმარება, რომ მომავალში რაღაც პოსტები, საინტერესო პოსტები გავარდეს, ესე რომ ვთქვათ. და ბუსტი, ანუ თანხის გადახდა, რომელიც იმ კონკრეტულ სივრცეში დაგეხმარება, რომ იპოვა შენთვის სასურველი ხალხი და კლიენტები. ბუსტს მივმართავ ხოლმე ამერიკაში უფრო ხშირად, საქართველოში უფრო არ მჭირდებოდა, იმიტომ რომ დამუღამებული მქონდა უკვე როგორი პოსტები მუშაობდა. აქ ჯერ კიდევ სწავლობ. და ყოველთვის ბევრ ისეთ ხალხთან მქონდა შეხება, ვინც ამ სფეროში ახლოს იყო და ბევრი დიდი ცოდნა ჰქონდა და ერთ-ერთი ამბობდა ხოლმე, რომ რაც არ უნდა დიდი თანხა გადაიხადო, თუ პოსტი არ ვარგა, აზრი არ აქვს. ხო. თუ პოსტი კარგია, კიდე თანხის გადახდა არ მოგწევს. მე ვიცნობ ისეთ ადამიანსაც, ვისაც წელიწადში 80,000 ლარი აქვს დახარჯული რეკლამაში და ვისაც 0 ლარი აქვს დახარჯული და ბევრად უფრო ცნობილია. იმიტომ რომ იცოდა როგორ გაეხადა საინტერესო მაყურებლისთვის ვიდეოები და სურათები. ანუ თითოეული ინდივიდუალური პოსტი უნდა იფიქროს იდეაში ადამიანმა, რომ მაქსიმალური ხარისხი დადოს. კი. დასაწყისზე, აი, მე რომ ამონტაჟებ ხოლმე ვიდეოს, ვცდილობ შევხედო სხვისი თვალით, როგორ შეხედავდა და როდის დაიღლებოდა ადამიანი რომ უყურებს. აი, სკროლავ ხო, იმის როლში უნდა შეხვიდე და აი, დაღლილია, უბრალოდ სკროლავს და უნდა რაღაც საინტერესო. პირველი წამი თუ არ არის საინტერესო, აზრი არ აქვს მე, რაც არ უნდა საინტერესო რამე ინფორმაცია მოდიოდეს. ანუ პირველი წამია ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთ ვიდეოში მაქვს ნანახი, რომ ერთი გოგო ყოველთვის ყველა ვიდეოში ვაირალ ხდებოდა, იმიტომ რომ დასაწყისში ამბობდა, რაზე აპირებდა საუბარს. და ადამიანისთვის ეგ ძალიან კარგია, რომ ესე იგი რაღაც საინტერესო მელის წინ და უკვე იცი რას უნდა ელოდო. თუ არ გაინტერესებს, კი ასკროლავ, მაგრამ წინასწარ ვიცი რას უნდა ელოდო, ეგ ძალიან კარგია. რამდენიმე ვიდეო მაგ პრინციპით რო გადავიღე, ძალიან კარგად ემუშავა მართლა. და ეს თუნდაც არ ეხებოდეს საქმეს, თუნდაც სტატუსს არ ეხებოდეს, ხანდახან მაინც რადგან უკვე ყველას ახსოვს, რომ მე ტატუ არტისტი ვარ, ახსენებს ხოლმე ადამიანს, რომ შეიძლება ტატუ მინდა ახლა და მეტი ის მაქვს ხოლმე გამოხმაურება კლიენტებისგან. ძალიან კარგი. და ესე იგი მან ბუსტები მუშაობს ჯერჯერობით სანამ ამერიკაში ბუსტები მუშაობს. ოღონდ ეგეც საინტერესო უნდა იყოს. ხო. შტატიდან შტატში როცა მოძრაობ ხოლმე, წინასწარ აკეთებ ბუსტებს სანამ ჩახვალ?
ოღონდ აი 4 დღით ადრე რომ ვაკეთებ ხოლმე ზოგჯერ ძალიან რთულია. აი 2 კვირით ადრე მაინც უნდა გააკეთო. თორე ხო. ბოლო რო იქ წუთებში დაგეოდოს შინმე, ხო? კი. მმ. და აქ უკვე უფრო პროფესიონალურად უყურებენ. ანუ აქ შენი ინდივიდუალურობა დიდად არ აინტერესებს. შენ როგორც ინდივიდს არ გიყურებენ. როგორც ხო. პროფესიონალს ძირითადად და რას ხატავ? Mhm. რამდენი ადამიანი გყავს, დავუშვათ, ვინც გენდობა ხო. და ძირითადად ეგ არის. საინტერესო. აი ამ წლების მანძილზე, რაც ისწავლე და რა გამოცდილებას დააგროვე. რა არის ის რაღაცა, რასაც ისურვებდი, რომ ადრე გწოდნოთ? რას დღეს იცი? როგორ მართო ჩემი ემოციები. ამას ისურვებ. ადრე ვცადე. და ჯერ კიდევ ვსწავლობ, იმიტომ რომ საქმეში ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ. სხვადასხვის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარი გახდა ემოციური ინტელექტი. ხო. გასაგებია. შენთვის? ჩემთვის არ ვიცი. არ ვიცი, ალბათ მაგ კუთხით მეც ბევრი რაღაც მაქვს ასწავლი. და ცოტა ადრე რომ მეთქვა ჩემი თავისთვის რა მერჩევა რომ მიმეცა, ვეთყოდი რომ ძალიან ბევრი რაღაც არიცი ამ მომენტში, რაც გგონია რომ შეიძლება იცი და არ გაჩერდე და ისწავლე რა. მაგას ვეთყოდი. დავაგარია. უბრალოდ. შენზეც მაინტერესებს. ყველაფერი რა, როგორ ხარ, რას გეგმავ? ამ მომენტში სტუდია მიხურება, ეს სტუდია, რომელიც გავაკეთე, წელიწად ნახევარია თითქმის, რაც გავაკეთე და რაღაც ისეთი გარდამავალი პერიოდი მაქვს, გარდამტეხი, სადაც მიწევს რომ კომფორტ ზონიდან გავიდე და მგონია რომ სწორედ ამ მომენტში შეიძლება რომ გაიზარდო რა, როცა კომფორტ ზონიდან გადიხარ და საქართველოს ამ მომენტში არ არის ადგილი, სადაც შეიძლება კიდევ უფრო გავიზარდო. ასე ვფიქრობ და ამიტომ რაღაც პერიოდი აქეთ არ ვიქნები. და მე ვნახოთ. ხალხშორის ნიუ-იორკის კონვენციას უმიზნებ, მალე და ალბათ გადავიკვეთებით. იცი ამბავი შენ და დამიხარია. ხო, ნახოთ რა როგორ იქნება. მოკლედ გეგმები დიდია. რა მაგარია. ხო. შენი სამომავლო გეგმები მაინტერესებს, გარდა იმისა, რომ სწავლას აპირებ, ეგ დიდი ნიუსი იყო და არ ვიცოდი, რომ ესე იგი მარკეტ იქნები საკმაოდ რაღაც პერიოდი, ყოველ შემთხვევაში. და აი ბიზნესის კუთხით აპირებ სავარაუდოდ მარკეტ რაღაცას. მოკლედ ძალიან ესე ამბიციურად შეხედა, მაგრამ თავიდანვე ყოველთვის ვაცნობდი ჰარვარდში სწავლაზე და რომ გავიკითხე აქ ძალიან ძვირი ღირს და ძალიან დიდი დრო უნდა დავთმო რომ მიგიღო და გამოცდები კარგად ჩააბარო. მაგრამ მაინც განვიხილავ ალბათ ან მაგას ან NYU-ს, რომელიც ნიუ-იორკშია და ნიუ-იორკის ცხოვრება ძალიან მომწონს და ფიქრობ 2 წლიან ბიზნეს სკოლას ავიღებ, რომელსაც რომ დავამთავრებ, მექნება უფრო მეტი ცოდნა, რომ გავაკეთო ბიზნესი უფრო სერიოზულად და არა მარტო ერთ ქალაქში, სხვადასხვა ქალაქებში. მე მქონია ქუთაისშიც და თბილისშიც სტუდიები და ვიცი, რომ რამოდენიმე ფილიალი არის ურთულესი. მით უმეტეს თუ ბევრი თანამშრომლები ყავს და მინდა ვისწავლო, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა
მართოს ეს ამხელა რაღაც, რომ ზოგს რომ აქვს ხოლმე უამრავი ფილიალი და უპრობლემოდ მუშაობს აი ამ ყველაფრის სწავლამდე და ვიცი, რომ ძალიან ბევრი ნიუანსი არ ვიცი. და თუ გამომივა ის, რომ ბევრ წამყვან ქალაქში და კარგ ქალაქში მექნება სტუდიები, ძალიან გამიხარდება. ისევ ამ სფეროში აპირებ მოღვაწეობას თეატრ ინდუსტრიაში, ოღონდ აპირებ, რომ უფრო დიდ სკეილზე გაშალო, ესე იგი. და რა თქმა უნდა, პარალელურად ალბათ უკვე ისიც მაქვს სხვა ბიზნესებშიც მქონდეს რაღაც მონაწილეობა. სხვა ბიზნესებში, მაგრამ ეს ალბათ ამას ძირითადად იმიტომ დავტოვებ, რომ უკვე აქ ბევრი რაღაც ვიცი და ხო. ლოგიკურია, კი. სადაც ამხელა ბექგრაუნდი გაქვს, რა თქმა უნდა, იმის შანსებიც უფრო მეტია, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევ. გასაგებია. სხვა შორის ერთი კითხვა მქონდა და დამავიწყდა მეკითხა. ყველაზე დიდი განსხვავება რო ჩახვედი ამერიკაში და მარტო ერთ შტატში არ ხარ იმოგზაურე და ასე ვთქვათ სხვადასხვა რაღაცები ნახე, განსხვავებული მიკროკულტურები. რა იყო ყველაზე ისეთი დიდი კულტურული შოკი საქართველოსთან და ქართველი ხალხისგან განსხვავებით? პირველ რიგში იყო მრავალფეროვნება. აი მანქანიდან რომ მიდის და რომ ვიყურები ფანჯარაში, რომ პირველად მახსოვს ეგ შოკი მქონდა, რომ რამდენი ეროვნების ადამიანია ერთ ქალაქში. როგორ შეიძლება ყველა სხვადასხვანაირი იყოს და ეს იყო ჩემთვის სამოთხე. დავიმუხტე, მე მიყვარს ხალხმრავლობა, მრავალფეროვნება და ზოგს რო ვეუბნებოდი, რომ ნიუ-იორკში ეს ქაოსი მომწონს და იმიტომ მინდა აქ ცხოვრება თქო, უკვირდათ, რომ რატო სიწყნარე, რატო არ გირჩევნია, მაგრამ მე ეს Times Square-ზე გავდივარ ხოლმე ხანდახან და ის უამრავი ხალხი როა ყველა ერთმანეთში რო ირევა, იქ ვზივარ და ესე ვიყურებ მუსიკას ვუსმენ და ეს მომწონს ძალიან. რომ მრავალფეროვანია სამყარო. მithmet ეს ნიუ-იორკი. და კიდე კულტურული შოკი ალბათ ის, რომ ხო რა, აქ ემოციური ინტელექტი ძალიან არის განვითარებული და არ არის ისე მოგეთ სხვანაირი ურთიერთობებია მეგობრობაშიც, საქმეშიც, ყველაფერში. ჩემს სფეროში, სტატუს სფეროში, რაც შეეხება სტილისტური და ტექნიკური განსხვავებები არის, რომ სხვანაირად უდგებიან მოკეთ ტატუ არტისტები თავიანთ საქმეს, თვითონ კლიენტებიც უფრო მეტ პატივს გცემენ რაღაცნაირად, რაც საქართველოში ვგრძნობდი ხოლმე ტურისტებისგან, ამერიკელი ტურისტებისგან, რომ რაღაც მეტ პატივს გცემენ, თითქოს შენ ხედვას მეტ პატივს გცემენ და აი ყველანაირად ცდილობენ ხელი შეგიწყონ, ჩუმად იყვნენ, დაგიჯერონ, რასაც ურჩევ და ეს არის ძალიან სასიამოვნო. ხო. და შრომის პირობებსაც განსხვავება არის ნამდვილად. ტატუ არტისტები ამერიკაში მაგალითად არ შრომობენ იმდენს, რამდენსაც საქართველოში. ანუ თავიანთ კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ ყავთ ჩემთან მშრომობს კლიენტები. თითო სენსი ღირს ნიუ-იორკში $2,000 დაახლოებით და მაიამიში $4,000. და ზედმეტად თავს არ იტვირთავენ, რომ მე ნამდვილი ხელოვნება შექმნა. გასაგებია. ნუ თუ გადაღლილი ხარ და ასე ვთქვათ, მარტო თავის გატანაზე ფიქრობ, იქ უკვე რთულია ნამდვილ ხელოვნებაზე საუბარი, ხო? კი, ეგრე არის. შესაბამისი პირობა სჭირდება იდეაში არტისტს, რომ განვითარდეს. კი. თათია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ამდენი საინტერესო რჩევის მოცემისთვის. ერთ ბოლო შეკითხვასაც დაგისვამ, რომელსაც ყველა სტუმარს უსვამ. და მაინტერესებს რა რჩევას მისცემდი იმ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ახლად გავენ თავიანთ საერთოდ პირველ ნაბიჯებს ამ სფეროში
და შეიძლება ზოგიერთი მათგანის ინსპირაციაც ხარ თავად შენ. დამახარია თუ ეგრეა. პირველი რასაც ვორჩევ არის ის, რომ არიჩქარონ ტატუს დახატვა ეგრევე და ჯერ იმუშაონ ხელოვნურ კანზე ძალიან ბევრი ფურცელზე მხატვრობა შეისწავლონ. უყურონ ძალიან ბევრ ვიდეოებს, მათი for you უნდა იყოს გავსებული ტატუებით, ჩემი აზრით. კი, ეცადონ რომ იპოვონ თავიანთი სტილი, მაგრამ თან უარი არ თქვან სხვადასხვა რაღაცების შესწავლას, იმიტომ რომ რაც მეტი ინფორმაცია აქვს, უფრო მეტ წარმატებას აღწევ. გამოიყენონ ხარისხიანი მასალები აუცილებლად და არ შეატარონ თავი სხვა მხატვრებს. დიდად მაგას არ მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ყველას თავისი გზა აქვს და კი ვიღაცის გზა კი შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ შენი გზებს და იმას უნდა გაყვე. და შენი თავი უნდა იყოს პირველ რიგში, შენი ინსპირაცია და შენი мотиваცია. ძალიან მაგარია. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. მადლობა შენ. ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონა დღევანდელი პოდკასტი და იმედი მაქვს, რაიმე ახალი და საინტერესო გაიგე. თუ მსგავსი კონტენტი მოგწონს, შეგიძლია გამოიწერო არხი და ლაიქო ვიდეო და ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.